წმიდა თეოდორე სტუდიელი, ოთხშაბათსა მეორესა შვიდეულისასა, რათა დავიცვათ სული ჩვენი განმხრწნელთა ვნებათაგან. გვაკურთხენ მამაო. ძმანო და მამანო, ვიმარხეთ რა პირველი იგი შვიდეული, სხვებრ რაიმე აღუჩნდით ურთიერთარს შემჭკნარ და განყვითლებულ. არამედ რაღაცა თუ გარეშე ესე კაცი ჩვენი განიხრწნების, სიტყვისაებრ მოციქულისა, ხოლო შინაგანი განახლდების დღითი დღე. რამე თუ ვითარიგი იხილვებიან ხორცნი შვებისა მიერ ფეროვან და მსუქან, ეგრეთვე სული მარხვისა მიერ ფუფუნებულ და შვენიერ იქმნების. და რაოდენცა დავამდაბლნეთ ხორცნი, სიკეთესა მას სულისასა აღვაღორძინებდეთ, მას სიკეთესა, რომლისათვის სუროდა წმიდასა დავითს და იტყოდა, უფალო ნებითა შენითა ეც სიკეთესა ჩემსა ძალი. ამასვე სიკეთესა მიმთხვევად ჩვენ და დაამტკიცებს ნეტარი პავლე და იტყვის, ვითარმედ მიგათხოვეთ თქვენ ერთსა მამაკაცსა ქალწულად წმიდად წარდგინებად ქრისტესა. ხოლო მეშინის ნუ უკვე ვითარცა იგი გველმა ნაცთუნა ევა სივერაგითა თვისითა, ეგრეთვე განხრწნეს გონებანი თქვენი სიწრფოებისაგან ქრისტესა მიმართ. ხედავა ნიჭსა ამას დიდსა, რამე თუ ქრისტესა სიძეთ ღირს ვიქმნენით ქონებად. ხედავა დამწინდებელსა ამას ჩვენსა, თუ ვითარ ეშინის ჩვენისა კრძალულებისათვის. რამე თუ მსგავსარ სული ჩვენი ქალწულსა საუნჯესა შინა მყოფსა, და ვითარცა იგი იცავს თავსა თვისა ხილვისაგან მამათასა, და ყოველსავე სწრაფასა აჩვენებს, რათა განუხრწნელად დამარხოს თავი თვისი, ვიდრე ჟამამდე ძლობისა მისისა. ეგრეთვე სახეთ თანა აც სულსა ყოვლითა მოსწრაფებითა დაცვად თავი თვისი წმინდად გამხრწნელთა ვნებათაგან ცოდვისათა, ვიდრე განსვლამდე მისა, ოდეს იგი ვითარცა საუნჯისაგან ხორცთაგან განვიდეს, რამე თუ უკეთუ კეთილთა საქმეთაგან შვენიერ იყოს და ბრწყინვალე ახაროს წმიდათა ანგელოზთა. ხოლო უკეთუ უშვერ იყოს ცოდვითა, იქმნას სიხარულ ეშმაკთა და საყვედრელ ქრისტესა, რომელ ესე საწყალობელ არს მოგონებადცა და თქმად, ამისთვის არს შეიწრება ესე ხორცთა, ამისთვის არს მოღვაწება, ვითარცა აღვირი დაყენებად ხორცთა აღძვრისა, რათა არა ზედამჯდომარე იგი გონებაი გარდამოაგდონ ქვე, არა ხოლო ამას აწინდელსა ჟამსა, არამედ ყოველსავე შინა ცხოვრებასა. რამე თუ რაიარს მონაზონებისა ცხოვრება, არამედ ძლევა ვნებათა და კრძალვაი გული სიტყვათა და სამარადისო ბრძოლა უხილავთა მტერთა მიმართ, და ესე ყოველი შემაწუხებელ არს ხორცთა, არამედ მეხვსეულად მცირე იგი ჭირი ჩვენი, საუკუნესა დიდსა დიდებასა მოგვატყვევს ჩვენ, ვითარცა წერილ არს, რამე თუ არა ვხედავთ ჩვენ ხილვათა ამათ, არამედ უხილავთა მათ კეთილთა. აც უკვე კეთილთა მათთვის უხილავთა, რომელთათვის სურის ანგელოზთაცა ჭვირობად და სიძისა მისთვის, რომლისა და მილტოლვილ ვართ ქრისტესა, გლოცავ და გევედრები ძმანო, წმინდა დავიცვნეთ სულნი ჩვენი საქმეთაგან ბოროტთა და გული სიტყვათაგან მწიკვლევანთა, რომელნი შემაგინებენ ჩვენ სიტყვისაებრ უფლისა. ნუმცა ვიგონებთ ბოროტსა ყოვლადვე, რამე თუ გონებისა მიერ ვითარცა ცეცხლი აღატყდების გულის თქმაი.
არამედ შორს დავდგეთ ვნებათაგან და მათ მიერ ისა ბრძოლისა უკუნქცევითა ვიოტოთ განმცდელი იგი და კეთილთა საქმეთა მიერ სულით ჩვენი განვაბრწყინვოთ და წინამდებარე საამას მარხვასა შეუდგეთ, რათა განწმენდილნი განვიდეთ ამიერ და გამოუთქმელითა სიხარულითა ზეცად მიმართ ავმაღლდეთ და სიხარულითა მით ზეცისა საზლოსათა ვიშვებდეთ. ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.